მე RJ-ის მშობლებსაც შეურჩიე სახელები. მეც და ვარქვი. მამას ქვია, დედას ქვია, არ რა? წავიდა. განვიხილავთ BT21, რაუნდი 2. ახლა ჩვენი შვილები BT21 ძალიან გაიზარდნენ. მართალი ხარ, მაგრამ მათ მომავალი არ აქვთ. არის მხოლოდ აწმყო და წარსული. გული მტკივა. თქვენ ნახეთ ქოიას თვალები და ხუჭული რომ აქვს. მათი მომავალი ისეთია, როგორცაც მას ქოია ხედავს. სიბნელე და სიცარიელე. მართალია. ამიტომ ჩვენ უნდა შევქმნათ მომავალი მათთვის. ასე რომ დღეს ჩვენ ვაპირებთ დაუთმოთ დრო ჩვენი შვილების მომავალზე საუბარს. მართალია. დარჩით ჩვენთან. მომავალი ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, ხომ? ასეა, ხომ? ნამდვილად. ჩვენ მთელი ძალისხმევა უნდა ჩავდოთ. გეთანხმები. როგორი მომავალი გინდათ თქვენ რომ შექმნათ? RJ არის პატარა. უნდა რომ კარგი მოციქულობა იყოს. როგორ მიხვდი? ეს არ მოხდება. კარგი. ლაინფრენდმა მოგცა სია, რაც დღეს უნდა გავაკეთოთ. მოდი დავიწყოთ იმის მიხედვით, რაც სიაშია. ყავს თუ არა BT21 ოჯახი? თუ ყავთ ერთი ან ორი მეგობარი, აგვიხსენით როგორ გამოიყურებიან ისინი თქვენი ნახატებით. მეგობრები? თათას გარდა ყველა დედამიწიდანაა. გულისხმობ ყველას, ხოლოდ ადამიანებს არა. როცა მე პერსონაჟის ხატვა დავიწყე, RJ-ის ჰქონდა სოფელი. RJ-ის სოფელი აქვს? როგორც ცხრების ფარა? რაღაც მასეთი. რაღაც ცხრების ფარის მსგავსი. მეგობრებო, შეიძლება არ იცით, მაგრამ RJ ვერცხლის კოზით დაიბადა. მართლა? RJ მდიდარი ოჯახიდანაა. RJ კარგარემოში გაიზარდა. მას ჰქონდა ასევე საკუთარი ბაღი. RJ-ის მშობლები ალბათ ძალიან მდიდრები იყვნენ. რაღაც ჩულბუს მსგავსად, კორეულის ტყვა ახსენეს. არა, ეგ ნიშნავს, რომ მოულოდნელად გამდიდრდე. ანუ RJ-ის მშობლები თავიდანვე მდიდრები იყვნენ? ხომ ხვდები? რადგან ისინი ალფაკები არიან, ისინი თავის ბეწვს ყიდდნენ. კი, ისინი იპარსავდნენ და ყიდდნენ ბეწვს. მართალია. ისინი კარგად გამოიმუშავებდნენ. გაპარსვით. მე RJ-ის მშობლებსაც შეურჩიე სახელები. RJ-ის მამას ერქმევა RA, როგორც ინგლისური ანბანის პირველი ასო და დედას RGyug, როგორც კორეული ანბანის პირველი ასო. რა? RGyug. საერთაშორისო სიყვარულია? კი, პირველი ალფაკები ორი ქვეყნიდან დაქორწინდნენ. ანუ ეს ტრადიციული ქორწინებაა. ტრადიციული მართალია. აღმოსავლეთი ხვდება დასავლეთს. კი. აი ესე დაიბადა RJ. და J რატომაა? მე ვიცი, რატომ? ის RJ უნდა იყოს. განსაკუთრებული მიზეზი არაა. ქოია კოალა, ამიტომ ის ცხოვრობს ევკალიპტის ფოთლებში. მაგრამ არის ერთი ფოთოლი, რომელსაც ქოია არ ჭამს. ქოიას მეგობარი. ფოთოლი? ევკალიპტი. ქოიამ ჭამა დაიწყო და ფოთოლმა შეეხვეწა. არ შემჭამო. ეს განსაკუთრებული ფოთოლია, რომელსაც ლაპარაკი შეუძლია. რა შეუძლია? ლაპარაკი. ბიჭებო, მომისმინეთ. შუქი საცხობიდანაა. ერთ დღეს შუქის ბაბუა ავად გახდა. და საცხობში დაიწყო კრიზისი. ამიტომ მათ პრობლემები შეექმნათ. შუკის ბაბუას საავადმყოფოს ხარჯების დაფარვაც კი არ შეეძლო. ასე რომ, ჩვენმა სიმპათიურმა ყმაწვილმა შუქიმ დაიწყო საცხობის პრომოუშენი, რომ თავი გადაერჩინა და წავიდა სამოგზაუროდ მეგობრებთან ერთად. და სანამ ისინი მოგზაურობდნენ, შუქი მოიტაცა თათამ. მარტო მეგისმენ, კომპლიმენტს რატომ არ მეუბნები? შუქის ლიდერობით მისი მეგობრები ლოკი. ის ლოკია? ლოკი არის. ლოკი არის შუქის საუკეთესო მეგობარი. შუქის ბევრი მეგობარი ყავს გარშემო. 632 მეგობარი. ყველა საცხობიდანაა. შუქი მათი ლიდერია. მასე ნუ ამბობ, რადგან მე ცუდად ვცეკვავ, RJ-ის მაინც შეეძლოს კარგად ცეკვა. ჩვენ შეგვიძლია მანგი RJ-ის კუმირად ვაქციოთ. მაგარია. მოდი მანგიზე გადავიდეთ. ესე იგი, RJ აღმერთებს მანგს?